ტერმინებით ვილაპარაკებთ, როგორ ტერმინებითაც ლაპარაკობს ეს კანონპროექტი, ხო? იესომ სერიოზული შეურაცხყოფა მიაყენა ებრაელი ადამიანების რელიგიურ გრძნობებს და ძალიან მიზანმიმართულად, ისე კი არა შემთხვევით. ადამიანებს კურნავდა, ისეთ ადამიანებს, რომლებიც ათეული წლების მანძილზე დაავადებულები იყვნენ, რომლის განკურნება შეეძლო პარასკევსაც და შაბათის შემდეგ დღესაც, ხო? არა. მიგებდა შაბათ დღეს კურნავდა. ძალიან ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ქალებს ესაუბრებოდა, რაც მისთვის საშინლად აკრძალული იყო. შორს წაგვიყვანს ამ სიის ჩამოთვლა, ანუ 300 ლარიანი ჯარიემების საპირწონე ქმედებებით სავსეა სახარება. რასაც ის ვაკეთებს და ფაქტობრივად ამის გამოციცვა ჯვარზე, ხო? ამიტომ მე მგონია, რომ კანონი ვერ გაიგებს რა დატვირთვა აქვს ამა თუ იმ თუნდაც ძალიან პროვოკაციულ ნაბიჯს. აი ეგ არის თავისუფლად სუნთქვა. როცა არავინ არ გიწეს, არ რიტმს არ გაძლევს, ესე უნდა ისუნთქო. ამდენჯერ ასე ღრმად უნდა ისუნთქო, ამ ადგილისკენ უნდა ისუნთქო. ეს არის სუნთქვა. ეს არის ის საფრთხე, რომელსაც ატარებს ეს კანონი.